დილამ შვიდობისა მეგობრებო, როგორ ახართ, ხომ ხართ ყველანი კარგად? დილას ცოტა რაღაცები გავაკეთე. ეხლა მოვედით თქვენთან, მაგრამ კარი არ დამიხურია კიდე და ხმა შემოდის. ვაკეთებ დილას. სახლის კარაქით. კარაქი დავწვი. კორჭიქა წყალსაც ჩავასხამ. ცოტა მარილსაც ჩავამატებ. და ერთ ჭიქა ბრინჯს ჩავაყრი, რომ ადუხდება, დაუწევ სულ დაბალ პარზე და მოვხარშავ. დღეს ქიშმიშის გარეშე ვაკეთებ. ზოგჯერ ქიშმიშით ვაკეთებ და ტკბილი ფილავი არ უყვართ ჩემთან. მე შაქარს და ხილს არ ვუკეთებ. ასე ჭამენ ჩემთან. გიგას ვუმზადებ ფილავს. ფერს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ მარტო გიგა შეჭამს ახლა. სარეცხებიც გავრეცხე, შავები. კიდე აიქით ფეხსაცმელები დავწმინდე. კარფანჯარა მაქვს ახლა მაგრად გასაწმინდი და ვიდეოს რომ ჩავწერ, მე ყველა კარფანჯარა უნდა ჩამოვწმინდო, კარგად ჩამოვხეხო. ახლა მინდები არის და ცოტა ხანს გაცლებს გაწმენდილი. ფილავი მალე გაკეთდება, სარეცხიც მეორე პარტიაც უკვე დამთავრებს, იმასაც გავფენ. დანარჩენ საქმეს მე ერთიანად შევუდგებ. ეხლა საათი არის 11:20 წუთი. რაღაც 1 საათშიც კიდე გაიგვიძებს და იგას რომ გავუშვებ. მე ისე დავტრიალდები და რაც ხმაურიანი საქმე არის პილასოსი და რაღაცები მე გავაგზელებ იმას რომ იგას რომ წინავს არ მინდა ვიხმაურო და მანამდე ისეთ საქმეებს ვაკეთებ რასაც ხმაურის გარეშე გავაკეთებ. სარეცხი აქ გავფინე, შავებს ვასწრებ ახლა რომ მე მზე რომ მოვაკ ერთ ნახევარ საათსაც ვერ გააჩერებ იმ წუთას დაწვავს. იქითაც მაქვს, მაგრამ ჯერ აქ გავფინე და მოვასწრებ აქ და ავიღებ მალე. თუ არ გაშლება და იქით გადავიტან. დილას იქით იყო ზე ცოტა და ჩვეულებრივი დღე. ჩემი რულეტი გასინჯეს გუში. მირთვეს ძალიან გემრიელი იყო. მითხრეს გვიან არ მოსულა მირანი მოვიდა 11-ზე. კარგი იყო, მაგრამ მან რომ არ სვამს ცოტა რთულია. ხალხი რომ ქეიფობს სვამს და შენ უყურებ დამჯდარი. მალე წამოვიდა მაგიტომაც, არა ნუ საკმარისად კი გაჩერდა 7-ზე წავიდა სახლიდან და მალე მოვიდა მე. ფილავიც გამზადდა. ეს ეხლა რომ თავს დავახურავ, კიდე უფრო ჩაშუშტება. მუქი იმიტომ არის, რომ სახლის კარაქითაა გაკეთებული. გარეთ კაი იგი არის, ნიავი ჩანს ახლა ნახეთ. მაგრამ ხმაურის გამო არ გავდივარ იქ. არ გამომივა ლამაზი ვიდეო. ხმაური იქნება. სარეცხი გაირეცხება ახლა და ცოტა ხნით გავედეთ. თან გავფინოთ. გუშინ ჩემ დაქალს რომ ველოდებოდი მარის, ვერ მოვიდა, ვერაფრით ვერ ვახერხებო. სხვა საქმეები აქვს რაღაც და იქნება დღეს მოვიდეს. გავატანო ის ყოველი, თორემ უკვე ჭიქაშიც უჭირს დაფესვიანებულია ძალიან და ცოდვა. თვითონაც არც ალია სახში არ არის, თორემ წავიდოდი და ავტანდი, მაგრამ
არ არის სახლში. მუშაობს, გვიან მოდის, დილას ძალიან ადრე მიდის და ნახოთ დღეს თუ გამოიარა. გავატარ. თუ მოსმინეთ საერთოდ ვერ გამოვალთ წელს გარეთ. და თან გავფინოთ. აი ეს შარვარია. თან სადაც გავფინოთ და თან თქვენგესაა. შავსარეთ შავი სიფრით ვეცხავს, სხვა არაფერი ვეცხავს. ბევრი ხომ არ ვარ სახლში, მაგრამ მაინც გროვდება. ეს კისოსები გავაკეთეთ იმისთვის, რომ აქ არ იყო აივანი იყო, ჭერი არ იყო. ხოდა ჭერი გავაკეთეთ ჩვენ, მაგრამ მასტიკატები და რაღაცები გამოსაცვლელია ესე. ეს თუ მოიფიქრა გაკეთება ეს თუ მოიფიქრა გაკეთება და გააკეთა ხომ კაი და თუ არა და წელსაც ესე თუ დამრჩა ძალიან ცუდი. როგორი ქარია სასიამოვნო. საკეთებელია ჭერი. გაფუჭდა და ეს იყო პლასტიკატები აკრული. ხოდა გამოსაცლელია. ეხა კიდევ მაქვს სარეცხი პირსახოცების შესაყრელი, მაგრამ საწავართი. აკაია გარეთ დაჯდომა, მაგრამ რა თქინდა ვერ დაჯდები ამ ხმაურის გამო. თუ არა და ყავას დავლევდი ისე მაქვს.
არ ვიცი გავატყოთ და გავიდეთ, მაგრამ იმ ხმარს რა უშველო. მაშინ მე უნდა ვიყვირო ბოლო ხმაზე, რომ რამე გაგაგონოთ. ვიყოთ აქ. გამომწყვეული კი ვარ ესე აქ და დავქნა. დილას ასეა, შუადღეს ისეა. აქ რა მეფარება, რაღაცას მეფარები მე. სულ და ვერ ხვდები რას, რომ აი, ნახეთ, აი, წუხელ ვიძინე. 11-ზე დავწეკი და სადღაც მალე დამეძინა. ვიძინე დღეს დილას 8-მდე არ გამვიძებია, მაგრამ მაინც გაბრუებული ვარ დღესაც. ეცდები დღესაც მანამდე დავიძინო, რომ გამოვიძინო და ეს ასეთი მომოჯღანული სახე არ მქონდეს. დღეს სადილი ნახოთ, აბა თუ რამე მოვიფიქრე თქვენს ერთად დავდებ, ნახოთ, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი. ჯერ მე გამოვფხიზდე ერთი და მე ვიფიქრო სადილს. ნახოთ, რას გადავწყვეტ. ყავას გავაკეთებ და დავლებ თქვენს ერთად, თქვენთან ერთად. თორემ სხვა ვერაფერი ვერ გამომაფხიზლებს მეგო. ყავა მიყვარს მაგარი, უშაქრო და მაგარი. და თან ამ ერთ ყავას რომ არ მიჩვეული ხო, არ მინდა სხვა. ვერ დავდო. შეიძლება დავლევ სუმბად. სვამ კიდე მაგკოფეს და არ მიყვარს სხვა კოფე. ნესკაფე და ეგეთები მიყვარს ნაკენში შეერო. ისე არ მიყვარს. აი რომ ჩაშრა ჩემი ფირავი ეხლა. სულ ფანტია, თითო ცალია. და ისეთი გემრიელია. ჩვენ რომ ამ სახლის კარაქით ვართ გაზრდილები და მთელი ცხოვრება რომ ამ სახლის კარაქს ვჭამთ. მაღაზიის კარაქს კი რატომაც არ ამიყენებ ბევრ ამაში, მაგრამ ასე კერძებში, რასაც კარაქი ჭირდება, იმაში მაინც და მაინც არ მოვწოს. და ეხლა ბორანოს და რაღაცებს მაგალითად ნაღვი ბორანოს არა, ხმა ბორანოს, ხალაჯოს რომ თქვი ამას წინ და ჩავწერე ვიდეო. ამას თუ სახლის კარაქი არ აქვს, იმ კარაქით არ გამოვა. მართლა არ გამოვა. საერთოდ არ იქნება გემო. გამოვა ეხლა რა დაწყავდა ასხამ, მაგრამ ის გემო არ იქნება. საერთოდ სხვანაირი იქნება. დღეს არა აუცილებლად აქაც მინები და საწმენდი მაქვს ამ სამზარეულოზე. ყველგან დღეს მოვიცალო მაგისთვის და დავწმინდო ეგენი, თორემ ასე არ შეიძლება. შემოვუქროლებ ერთს და სულ რა მაქვს? 2 კარია და 2 ფანჯარა. 2 კარია და 2 ფანჯარა, ერთი დიდი ფანჯარა. და ეს მინებს დავწმინდავ, სარკეებს დავწმინდავ და რა უნდა მაგას 1 საათში ყველაფერს
მოვამთავრე. ახლა იქ სამზარეულოში და მის აღებშიც მინიანი იგი მაქვს, რა ქვია, კარები. მაგრამ ეს ისა აჟურნის რომ ეძახდნენ უნდაგვარია და მაგის გაწმენდა სულ ადვილია. 4 ღამეა გიგა მუშაობს გვია. და ფაქტიურად როდის მოდის არ ვიცი. დაღლილი რომ მოდის ეგრევე ეძინებს და მეც აღარც მეღვიძება. ვუტოვებ საჭმელს, ჭამე მეთქი. ამ ტკბილს, ცომელს, ყველაფერს ვუტოვებ, რომ ჭამემ შერი არ დაიძინო მეთქი და ზოგჯერ ჭამს, ზოგჯერ არ ჭამს, მაგრამ ცომელს და ტკბილებს აუცილებლად და საჭმელი შეიძლება რომ არ ჭამოს. დაღლილი რომ მოდის და ქანცული, მე გააცხელე და იქენი ეზარება და რამეს იქ წაწვცნის და შეჭამს. ძალიან ისე წევაც უნდა გავისიჯო ერთი მერე. რატომ ვარ ასე? ეს სახე წაშლილი მაქვს. კაირის არაფერია ეს. ერთი კაი გამოძინება უნდა კიდე და მორჩა. არ მიყვარდა მარტო ყავის დალევა. აქ სულ გქონდა როგორ ხან ერთთან დავლევდით ყავად მეზობლები, ხან მეორესთან, ხან ეს მერე ისე აეწყო რომ ყველას თავისი საქმე რომ აქ და დილიანად სამსახურში გარბიან და ყველა დასაქმებულია, ერთი მე ვარ მარტო აქ და გადავეჩვიე და ეხლა სვა მარტო, მიწევს აბა რა ვქნა. გიგას ერთად სვამდი, მეც დილას ველოდებოდი და ერთად დავლევდით რომ გაიღვიძებდა, მაგრამ რატომღაც ამასაც აღარ უნდა იქ სამუშაოზე უწევს დალევა და სახლშიც აღარ სვამს. ნუ ზივარ ასე მარტო და ახლა სვამ თქვენს ერთად მეგობრებო ყავას. არ ვიცი, ჯერ არ ვფიქრობ, მაგრამ მერე შეიძლება ერთი ლაივის ჩაწერაც, მაგრამ ჯერ რატომღაც არა, მერე ვნახოთ. ნახოთ აბა მერე თუ გადავწყვიტე ლაივითაც მოვალ და ნახავ როგორი იქნება. ხირი მაქვს ბევრი. ბაშლი, ბალი. არიც გავრეცხო, დავდო. აქ როგორა? თუ გავრეცხე, გავასუფთე, დავდე, დავჭერი, შეჭამენ და თუ არა და ასე იდება. არ მოდებს ხელს არავინ. საღამოს ვიცი ასე გავთლივაშ, დავაწყობ თებშებზე, ხილს, ტკბილს, იგენს მივართმევ და ისე ჭამს მერე ამირანი და გიგა თუ სახლშია, გიგაც, მაგრამ ის გვიან რომ მოდის. გუშინ იმ გადარბენებშიც დედაჩემსაც კი დაურეკე როგორ დავტოვებ ისე რომ არ დავრეკო, მაგრამ ისე გემრიელად ვერ ველაპარაკე და რომ ჩქარობდი. და დღეს დავრეკავ 12-ის მერე და მელოდება, ზის და მელოდება. ხომ ტელეფონში აქ ანგარიში ყველა ურიცხავთ ხან ვინ, ამას წინ მე ჩაურიცხე და ზის და გელოდება, თვითონ არ დარეკავს, რომ არ უნდა იქნება არ ქცალია, თუ იქნება საცხახარ, თუ ანგძინავთ ან იგივ და მან არ და თქვენ რომ მოიცით, თქვენ დარეკეთ. და გელოდება როდის დარეკა. უნდა რომ იცის 12-დან პირველამდე უნდა დავრეკო. მელოდება და თუ არ დავრეკე, მერე ფუსფუს დაიწყებს. მერე ჩემ ძალთან გადარეკავს. როგორ აიციო დღეს არ დარეკა და რა ჭირდება. ჩემთან კი არ დარეკავს. იქ დარეკავს. რა ჭირს რომ არ მირეკავს.
რა ქნას ეშინია რომ მარტო რომ არის დამჭდარი ყველაფერზე ფიქრობს და ყველაზე ფიქრობს ისეც ფიქრობდა მაგრამ მარტო ხომ იცით როგორია იმ ტელევიზორსაც რამდენს უყურებ მოგბეზდება არა და არა ზაფხულში აქეთ არა ცოცხალი თავით არ წამოყვება არა მაქსი ცხესო მირჩემი აქ ჩემი ეზო კარშიო გავილიო და აქ ვიქნებიო და ზამთარიც რომ მოდის უკვე რომ მოვა ნოემბრის ბოლო და ხდება რომ უკვე ამინდები მაგრამ მოიშლება მაშინ ძლივს ათქმევიებ ჰოკი და მოგხვავს თორემ ამინდება რომ გაამართლოს არ წამოვა განა ისე კარგად არის შვილებთანაც ისე კარგათა ყველა პატივცემს და ყველა იმაშვება ხან ჩემთან გადმომყავს ხან მეორე შვილებთან არის და კარგად არის მაგრამ არც მიკვირს თავისთვის ურჩევნია ეხლა ზოგჯერ არის რომ ხმაურის აწუხებს თქვათ ყველას ასე ყველას თავისი სახლი უნდა არ ვამტყუნებ არც მიკვირს უბრალოდ ჩვენ ვერ ვუძლებთ ასე რომ მარტო გვყავს იქ ვერც ვერავინ იცლის რომ ახვიდე და დარჩე 10 დღით ყველა თქვათ შეცლით მაგრამ იმის იმედი გვაქვს რომ შეძლებული არის და ვიცით რომ კარგად არის და მაგიტომ თორემ ხა რომ არ შეეძლოს იქ ვინ გააჩერებს მე აღარ შევეკითხებით და აქ წამოვიყვანთ მაგრამ ან ჩვენ ავალთ რამე გზას ყოველთვის გამონახავ როცა გჭირდება მაგრამ ეხლა ისე ვართ რომ რადგან კარგად არის ინდობილი ვართ განა არა მე იმდენად ვერა მაგრამ სულ ადიან ჩემები ჩემი ძმები ძლები ადიან და ხშირად მე ვერა იმდენად მე თუ წავალ და სარჩენად მინდა უფრო ავიდე და ჩამოვიდე ერთი დღით მაგას ასლა არ ქვია თან ამ მოუცლელობის გამო რომ არავის არ ცალია ყველა მუშაობს მეზობლები ყავს ისეთი კარგი მეზობლები რომ რა ვიცი მართლა დღეს დილით რომ გავიღვიძე ჯერ თქვენი კომენტარები წავიკითხე მე Facebook-ში შევედი და მე რატომღაც გამახსენდა მოდი ერთი ჰოროსკოპში შევალ და ვნახავ მეთქი რა ვიცი რატომღაც დიდად ხომ თქვი რომ ამჯერა მაგრამ შევიხედე და ჰოროსკოპი მეუბნება აუცილებლად დასვენება ცხელი ყავა და ტკბილეული და გამეცინა ზუსტად დღეს მაგ მდგომარეობაში ვარ რომ იქნება ყავამ და დასვენებამ გამომაფხიზლოს მეთქი და ეხლა ყავაც ხომ დავლიე ხო და ეს ჰოროსკოპი არ ვიცი მართლა დღეს რა იყო თქვი ერთ-ერთია ზუსტად ისე ვარ როგორც აღნიშნა და არ მჯერა მეთქი ვიძახი მაგრამ თურმე სადღაც ყოფილა დასაჯერებელი ყავაც ხომ დავლიე მე ვთქვი მოდი ერთი წნევასაც გავისინჯავ მეთქი და დაბალი მქონია წნევა მე საერთოდ ვატარებ 110-ით 70 ან 80 და დღეს მქონდა 100-ით 60 დიდი არაფერი მაგრამ ჩემთვის 10-ით მეტი ან ნაკლები გრძნობელობა მაქვს ძალიან და დავლიე კოფეინი და ცოტა მოვახილე თვალები ყავამაც დამეხმარა კოფეინმაც და ნეტაგუში დამელევია რატომღაც არ ვიფიქრე რომ წნევის ბრალი იქნებოდა უძილობის ბრალი მეგონა ან უძილობამ გამოიწვია ეს რა ვიცი ყველაფერი ერთად და ან უკეთესად ვარ გიგამ გაიღვიძა ვაჭამე გავუშვი ეხლა მოვტრიალდე ჩავთო პილასოსი და ხმაურიანი საქმეებიც მომამთავრო და ხო მე ისე მოვალ თქვენთან ეხლა სანამ ამირანი მოვა უკვე საათი პირველია მოვასწრო ყველაფერი რომ ის რომ დაიძინებს მე იმის წილში ვერ ვასწრებ
ხო და ამიტომ ყოველთვის ვარ ასეთი ჩქარა ვაკეთებ ყველაფერს. კარგით მეგობრებო, დილის ვლოგი რაღაც ასე გამოვიდა, რომ მეც ვერ ვიყავი და ეხლა უკეთესად ვარ, ღმერთს მადლობა და საღამოს უფრო ხალისიანად მოვალ. აბა დროებით.